მოგესალმებით. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ რეიტინგთან დაკავშირებით, რას ნიშნავს რეიტინგი, როგორ ფორმირდება რეიტინგული სია, რას ნიშნავსარეიტინგო ქულა და როგორ გამოიწვია იგი. ნახოთ, გადავიდეთ რეიტინგზე. რეიტინგი არის ღია, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ავტორიზაციის გარეშეც, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია დაინახოს. რეიტინგი იმისათვის გავაკეთეთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ დამატებითი სტიმული მოტივაცია, რომ მათი თავი, მათი ცოდნა შეადარონ სხვა სტუდენტებს. საუკეთესო გაგებით, ყველა უნდა მიესწრაფოდეს იმას, რომ კარგი შედეგები ჰქონდეს და რეიტინგში ზედა მაღლა იმყოფებოდეს და ცდილობდეს თანდათან შედეგის გაუმჯობესებას. თუ ვინმეს არ სურს აღნიშნული, ასე ვთქვათ, კონკურსში მონაწილეობა, შეუძლია მონიშნოს სპეციალური პარამეტრი, რომელთაც იგი გამოეთიშება რეიტინგს. თუმცა გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება ყველა შემთხვევაში ხდება, ანუ ადამიანს მიუქმნით დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი მეცადინოს, უფრო მეტი ტესტირება გაიაროს, რომ მისი მონაცემები შეუძლიათ ნახონ მის ჯგუფელებს, მის ლექტორს და ასე შემდეგ და შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს დამატებითი მოტივაცია ექნება იმისათვის, რომ უფრო ინტენსიურად იმეცადინოს. ნახოთ, თუ საიდან შეიძლება გათიშვა რეიტინგის გასაჯაროების. ჩემი პროფილიდან რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ გადანიშნოთ რეიტინგის გასაჯაროება, ან შეგიძლიათ ჩავთეთ. რა გავლენა ექნება ამას ვნახავთ მოგვიანებით. დავბრუნდეთ ისე რეიტინგში. როგორც ხედავთ, რეიტინგი იწარმოება წიგნის დონეზე, თავისთავად აზრს მოკლებული იქნებოდა შეგადარებული ფორის და ეფექტის სტუდენტი პირობითად, ამიტომ მხოლოდ წიგნების დონეზე ხდება რეიტინგის სიის ფორმირება. მაგალითად, ჩვენ ახლა ვუყურებთ ერთ-ერთ წიგნს. ინფორმაცია გვეუბნება, რომ ამ წიგნში ტესტირება გავლილია 4250 ჯერ, მეცადინეობა 8590 ჯერ. სულ ანუ სამივე წიგნის ფარგლებში გავლილია ამ წუთისათვის 5000 ტესტირება და 12156 მეცადინეობა. ეს უბრალოდ ზოგადად სტატისტიკისათვის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა ერთ-ერთი წიგნის რეიტინგული სია, რომელიც განლაგებულია სარეიტინგო ქულით. კონკრეტული პიროვნებისათვის შეგვიძლია ვნახოთ მისი სურათიც და ასე შემდეგ. ხედავთ მის ასაკს, როგორი ტიპის არის ეს სტუდენტი, დასწრებულია თავისუფალი მსმენელია, დისტანციურია, რომელი ქალაქიდან არის, რომელი ქვეყნიდან არის. ასევე ხედავთ, რაც უფრო საინტერესოა, ეს არის ტესტში რაოდენობა, ანუ რამდენჯერ გაიგო ტესტი ამ ადამიანმა, რა არის კოეფიციენტი შესაბამისად, ანუ 290 ტესტი გაიარა 636 და შესაბამისად კოეფიციენტი გამოითვალა 0.56. ეს კოეფიციენტი შეიძლება ავიდეს ნებისმიერ მნიშვნელოვან იმის გამოჩებით, თუ რამდენს იმეცადინებს ეს კონკრეტული ადამიანი. სწორი პასუხების რაოდენობა რამდენი იყო ამ 290-დან, შესაბამისად რამდენი იყო სწორი პასუხების პროცენტი. მეცადინეობის რაოდენობას ვუყურებთ მეცადინეობის საშუალო კოეფიციენტს. ნახულობთ პირველი ტესტი როდის გაიარა ამ ადამიანმა, ბოლო ტესტი როდის გაიარა, რამდენდღიანი შუალები არის წელს ამ ორ თარიღს შორის, შესაბამისად საშუალოდ ერთ დღეში კონკრეტული ადამიანი რამდენ ტესტს გადის, როგორც ხედავთ, ერთ ადამიანს სხვა მონაცემი აქვს, მეორე სხვა, მესამე სხვა და ასე შემდეგ. რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, მით უფრო სწორი ანალიზის შესაძლებლობა მოგვეცემა. ვთქვათ, 4 თვის განმავლობაში საშუალოდ რამდენ ტესტს გადიოდა ეს ადამიანი ერთი თვის ფარგლებში. რაც შეეხება სარეიტინგო ქულას, როგორ ფორმირდება სარეიტინგო ქულა, რატომ არის თქვა კონკრეტული ადამიანის ზემოთ და რატომ არის ქვემოთ. სარეიტინგო ქულა გამოიწვება ორ მაჩვენებელზე დაახლოებით. ეს არის პირველი ინტენსივობა, ანუ სიხშირე, ანუ კოეფიციენტი რაოდენობის და მეორე ეს არის სწორი პასუხების პროცენტი. როგორც ხედავთ, ერთი ადამიანის ინტენსივობა არის 0.56 კოეფიციენტი და 83%. ეს ორი მონაცემი გამრავლდა ერთმანეთზე და მივიღეთ სარეიტინგო ქულა. მეორე ადამიანს გააჩნია უფრო დაბალი სიხშირის კოეფიციენტი და ასევე დაბალი პროცენტი. ამ ადამიანს გააჩნია უფრო მაღალი პროცენტი შედეგის, მაგრამ უფრო დაბალი კოეფიციენტი. შესაბამისად, ფიქრობ სამართლიანად ხდება იმის დადგენა, თუ რომელი ადამიანი უნდა იყოს უფრო მაღალ პოზიციაზე და რომელი უფრო დაბალზე. სარეიტინგო
ქულა ვისაც არსებს რომ გაასაჯაროოს, როგორც ხედავთ, არის საჯარო, სადაც გამართულია, ამ შემთხვევაში მონაცემები არსებობს, მაგრამ არ ხდება სწორებასხვით რაოდენობის და სწორებასხვით პროცენტის გამოტანა, შესაბამისად სარეიტინგო ქულა არის 0, შესაბამისად რეიტინგის ფსკერზე ხდება ადამიანის გადასვლა, ანუ ის ეთიშება ამ ეგრეთ წოდებულ კონკურსს. შესაბამისად, ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, უნდა უჩნდებოდეს, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვიწყებთ ამისაგან, რომ გახსნას მან მისი ინფორმაცია და ჩაერთოს, ასე რომ ვთქვათ, რეიტინგში. შეგვიძლია იგივე მონაცემები ვნახოთ სხვა წიგნებისათვის. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ზედა ეშელონებში იქნებიან, ასე რომ ვთქვათ, უფრო ახლოს დგანან გამოცდის ჩაბარების ფაქტთან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც არიან ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რეიტინგს ასაჯაროებენ თუ არ ასაჯაროებენ. ზოგადად ეს არის რეიტინგის დაფიქრვა, თქვენ შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება, არ მიაქციოთ ყურადღება. მე ვთქვათ, როგორც ლექტორი, ჩემი სტუდენტების აქტივობას ვადევნებ ფაქტს, რამდენად გადიან ტესტირებას, რამდენად გადიან მეცნიერებას, როგორი აქვს საშუალო შედეგები და ასე შემდეგ და ეს გარკვეულწილად მადლობს საშუალებას გავსაზღვრო მათი ცოდნის დონე და მათი მუშაობის ხარისხი. საერთოდ მაინც რეიტინგი საკმაოდ საინტერესოა. თქვენ სურვილის ამბავ შეგიძლიათ ჩაერთოთ მასში, შეგიძლიათ გაადევნოთ თვალი, თქვათ, ვინ უფრო მეც მუშაობს თქვენზე, ვინ უფრო ნაკლებს მუშაობს, საშუალო მაჩვენებლები როგორია და ასე შემდეგ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.